ქართული ოცნება აქციის თარიღს არ ცვლის, შეიცვლება მხოლოდ შეკრების ადგილი. მიუხედავად იმისა, რომ კოალიციას ქუთაისის მერიამ ცენტრალურ მოედანზე აქციის ჩატარების უფლება 11-დან 15 ივნისის ჩათვლით მისცა, ქართული ოცნება შეკრებას ქუთაისში 10 ივნისს ჩაატარებს, თუმცა არა აღმაშენებლის მოედანზე, არამედ აღმაშენებლის ძეგლთან. ცენტრალურ მოედანზე ქუთაისში კვლავ საბავშვო ბაღების კონცერტი იქნება. ქართული ოცნების აქცია კი საღამოს 6 საათზე ეგრეთ წოდებულ 100 საფეხურიანი კიბის მდებარე ტერიტორიაზე გაიმართება. თარიღის გადაწევას კოალიცია ქართულმა ოცნებამ შეკრების ადგილის შეცვლა ამჯობინა. 100 საფეხურიან კიბესთან ათასობით მხარდამჭერს ოპოზიციის წარმომადგენლები ისევ 10 ივნისს ელოდებიან. ოფიციალური განცხადება აქციის გამართვის თაობაზე ქუთაისის მერიაში დღეს შევიდა. კოალიცია ქართული ოცნებამ მზად არის თავისი ღონისძიება 10 ივნისს 6 საათზე გამართოს აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე. სწორედ ამ წინადადებით შევდივართ დღეს მერიაში და ველოდები მათგან ოფიციალურად, სამართლებრივად და იურიდიულად გაფორმებულ პასუხს. იურიდიულად გაფორმებული პასუხის საჭიროებას ვერ ხედავს კოალიციის პრესპიკერი, რადგან ქუთაისის მერიამ ოპოზიციას ალტერნატიული ფართი თავად შესთავაზა. მაია ფანჯიკიძე ფიქრობს, რომ 10 ივნისის ღონისძიება ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც 27 მაისის. ჩვენ ვარაუდობთ, რომ ეს იქნება ისეთივე ამაღლებული, ისეთივე შთამბეჭდავი, ისეთივე ხალხმრავალი აქცია, რასაკვირველია სხვა პროპორციით, იმიტომ რომ ქუთაისი უფრო პატარა ქალაქია, ვიდრე ეს იყო 27 მაისს თბილისში. პატარა ქალაქის დიდ დემოკრატიულ ღირებულებებზე საუბრობენ ქუთაისის მერიაში. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ოპოზიციის აქციისთვის აღმაშენებლის მოედანიც და აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაც თანაბრად ხელსაყრელია. ჩვენ დაუყოვნებლივ გავეცით დადებითი პასუხი. ანუ ქართული ოცნების მანიფესტაციის ორგანიზატორებს და ზოგადად ქართულ ოცნებას შეუძლია დაუბრკოლებლად ჩაატარონ მათ მიერ დაგეგმილი აქცია. ქუთაისელები ამბობენ, რომ ქალაქში საპროტესტო მუხტი მაღალია და აქციაზე წასასვლელად ემზადებიან. ყველა ქართველს ვთხოვ, რომ ფეხით რო გახდეს მისასვლელი, მივიდეს ყველა ქართველი და დააფიქსიროს თავისი კმაყოფილება იქნება თუ უკმაყოფილება. მე იმ პირადად ვაპირებ, რომ მოვიდე მანდ და დავუჭერო მხარი. დაკავებული ვარ, სულ ვმუშაობ და ვერ მოვახერხებ მისვლას კიდეც ძალიან რომ მინდოდეს. ქუთაისელები იუმორს არც ამჯერად ღალატობენ და ამბობენ, რომ 10 ივნისს აქციის მონაწილეთა პროტესტს ცენტრალური მოედნიდან გადატანილი და შადრევნით ჩანაცვლებული აღმაშენებლის ძეგლით შეუერთდება.